ეკლესიის საქმეებში საგარეო ჩარევებზე პატრიარქობის კანდიდატი მეუფე იობიც ალაპარაკდა. ყველამ ვიცით, რომ არის ჩარევები, ზეწოლად ხდება, განაცხადა მროველ ურბნელმა მიტროპოლიტმა. მეუფე იობი აცხადებს, რომ ეკლესიაში რეფორმების აუცილებლობას ხედავს, აქვს კონკრეტული ხედვები და მომავალში აუცილებლად მიაჩნია რუის ურბნისის კრების ჩატარებაც. მიტროპოლიტმა დაადასტურა ისიც, რომ მისი საერო და სასულიერო დიპლომები მოიპარეს. არჩევნებში ჩარევაზე დღეს ბოდბელმა მთავარ ეპისკოპოსმა იაკობ მაცისაუბრა და თქვა, რომ ამ საქმეში არავის ჩარევენ. ჩვენი არჩევნები საეროს არ ჰგავს, ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ ვაღიაროთ, განაცხადა მეუფე იაკობმა. მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი პატრიარქის გამორჩევა, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ. ასე მიმართა ქაშვეთში შეკრებილ მრევლ საფატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა. გაფართოებული საეკლესიო კრება 17 მაისამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია. იუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა. სოლოლაკის რეზიდენციის ნაცვლად ისინი დღეს 7 საათზე საპატრიარქოსთან შეიკრიბებიან. როგორც განცხადებაში აღნიშნული, ოჯახების სასულიერო პირებს დალოცვასა და მათი შვილების გადარჩენას თხოვენ. თბილისში კანიე ვესტის კონცერტი გაიმართება. ცნობილი ამერიკელი არტისტი 12 ივნისს დინამო არენაზე იმღერებს. კონცერტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. რამდენი დაიხარჯება არტისტის ჩამოსაყვანად უცნობია.